ჩვენ კოსმოსში თავისუფლად დავდივართ და მარსზე რობოტებს ვამუშავებთ, მაგრამ დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, სადაც ადამიანის ფეხი თითქმის არასდროს დადგმულა. არსებობს ადგილები, სადაც ამოსუნთქვითაც შესაძლოა 1000 წლოვანი ისტორია განადგურდეს. ამ ვიდეოში გესაუბრებით ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რომ ჩვენი წინაპრები ბევრად უფრო განვითარებულები იყვნენ, ვიდრე ჩვენ გონია. ასევე გეტყვით იმას, რომ ეს არის ჩემი პირველი ვიდეო ჩემს არხზე, თუ მოგეწონება და გენდომებათ ამ კონტენტის განვითარება, უბრალოდ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. სულ ესაა, მე გიორგი ვარ და თქვენ უყურებთ ფაქტომატს. დღეს მოგიყვებით 20 აკრძალულ საიდუმლოზე და იმ უძველეს ტექნოლოგიებზე, რომლებიც დღემდე აოცებს მეცნიერებს. 1940 წელს საფრანგეთში მოზარდებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მღვიმე სავსე 17,000 წლის წინანდელი ფერწერით. 10 წლეულების განმავლობაში იქ 1000-ობით ადამიანი შედიოდა, მაგრამ მალე გაჩნდა სოკო, რომელმაც ნახატები დააზიანა. მიზეზი ადამიანების სუნთქვა აღმოჩნდა, ტენიანობა და CO2. 1963 წლიდან ლასკო სამუდამოდ დაიკეტა ტურისტებისთვის და დღეს მხოლოდ მისი ზუსტი ასლის ნახვა შეგვიძლია. ორიგინალი კი მხოლოდ მეცნიერებისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს მღვიმე კიდევ უფრო ძველია. იგი აღმოაჩინა სამა სპელეოლოგმა და მოიცავს 800 მეტრის საერთო სიგრძის დარბაზებს. აქ აღმოჩენილია 435 კედლის ნახატი, რომელზეც გამოსახულნი არიან ცხოველები, ლომები, მარტორქები და უცნობი არსებები. ლასკოს შეცდომის შემდეგ საფრანგეთმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და შოვეს მღვიმე აღმოჩენისთანავე დახურა. საზოგადოებას კი მხოლოდ მისი ზუსტი ასლი აჩვენეს. 1901 წელს მღვინთავებმა ბერძნული გემის ნამსხვრევებში იპოვეს უცნაური, ჟანგ-მოკიდებული ბრინჯაოს ნაჭრები და თავიდან ყველას ეგონა, რომ ეს უბრალოდ უსარგებლო ჯართი იყო. მაგრამ როცა მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს, აღმოაჩინეს 30-ზე მეტი ერთმანეთში გადაბმული კბილანა, მექანიზმი, რომელიც საოცარი სიზუსტით მუშაობდა. გაირკვა, რომ მოწყობილობა წინასწარმეტყველებდა მზისა და მთვარის დაბნელებებს, ასევე პლანეტების ციკლებს ითვლიდა. ყველაზე დაუჯერებელი ის არის, რომ ეს ყველაფერი ძველი წელთაღრიცხვით 100 წელს შეიქმნა, მაშინ როცა მსგავსი ტექნოლოგია მსოფლიოში კიდევ 1000 წლის განმავლობაში აღარ არსებობდა. ირანში აღმოჩენილ ქალს ხელოვნური თვალი ედგა. თვალი დამზადებული იყო ფისისა და ცხოველური ცხიმისგან, რაც მას მოქნილობას და კომფორტს აძლევდა. ზემოდან წვრილი ოქროს ფირფიტა იყო, რომელზეც ირისი იყო გამოსახული. თვალის ხანგრძლივმა ტარებამ თავის ქალაზე კვალიც კი დატოვა. ფაქტობრივად ეს იყო პირველი მტკიცებულება პროთეზების ხელოვნების, რა თქმა უნდა, უძველესი ცივილიზაციებიდან. 1965 წელს ჩინეთში მუშებმა აღმოაჩინეს 2500 წლის წინ წყალში ჩაძირული მახვილი, რომელიც აღმოჩენის მომენტშიც კი ბასრი იყო. მიუხედავად 100 წლეულების გავლენისა, მისი ზედაპირი განსაკუთრებულად სუფთა და ჟანგის გარეშე იყო შენახული. მეტალურგებმა შეისწავლეს მასალა და აღმოაჩინეს უნიკალური შენადნობი: ტინი, არსენიკი და გოგირდი. მათი ერთობლიობა ქმნიდა უცნაურ ნარევს, რომელიც ჟანგვისგან იცავდა ფოლადს. ეს იყო მეტალურგიის ნამდვილი საოცრება, პრაქტიკულად რეალური ექსკალიბური. ფაქტია, დღემდე ამ შენადნობის საიდუმლო მეცნიერებისთვის დიდ გამოწვევად რჩება. ჩინეთის პირველი იმპერატორი ცინ ში ჰუანი გიგანტურ სამარხში განისვენებს, რომელიც დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დაცული არქეოლოგიური საიდუმლოა. მისი მთავარი აკლდამა დღემდე გაუხსნელია. მეცნიერები შიშობენ, რომ ჰაერი შეხება 1000 წლოვან არტიფაქტებს დაუყოვნებლივ გაანადგურებს. ლეგენდა ამბობს, რომ იმპერატორის აკლდამას გარშემო აკრავს ვერცხლის წყლის მდინარეები და უამრავი მახვილი, რათა სამარხი უწყო თვალისგან უხილავი დარჩენილიყო. მომავლის ტექნოლოგიამ შესაძლოა მოგცეს საშუალება, რომ ეს სამარხი უსაფრთხოდ შევისწავლოთ, თუმცა დღემდე ეს სამარხი რჩება კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს მისტერიულ აკლდამად. 1974 წელს ჩინეთში ცინ ში ჰუანის სამარხთან ფერმერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მიწის ქვეშ დამალული თიხის ჯარისკაცები. დღეს მათი რაოდენობა 8000 აჭარბებს, თუმცა ზოგი კვლავ მიწის ქვეშ არის დაფარული. თითოეულ ჯარისკაცს უნიკალური სახე აქვს, ჩაცმულობა და იარაღი. თითქოს თითოეული ინდივიდუალური ადამიანი იყოს.
ეს არმია მხოლოდ სიმბოლო არ არის, ის რეალურად იცავს იმპერატორის სამარხს მისეული სიზუსტით და წესრიგით. მეცნიერები დღემდე იკვლევენ ახალ სამარხებსა და ჯარისკაცებს, რადგან უშუალებელ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ეს ყველაფერი კი გვაფიქრებინებს, რომ მიწისქვეშა იმპერია ჯერ კიდევ ცოცხალია. თქვენ რას ფიქრობთ? ლიბიაში მდებარე ლეპტის მაგნა არის ერთ-ერთი საუკეთესო შემონახული რომაული ქალაქი, სადაც დღესაც ჩანს ამფითეატრები, ტაძრები, გამაგრებული კედლები და დეტალური მოზაიკები. გზებიდან ნანგრევები გვიჩვენებენ თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი და როგორ ეწყობოდა ქალაქის ყოველდღიურობა. სამწუხაროდ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ქალაქში შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ტურისტები თითქმის აღარ მიდიან, რადგან ტერიტორიაზე უსაფრთხოება არ არსებობს, ხოლო არქეოლოგიური გათხრები შეფერხებულია. დრო ნენელა ანადგურებს ქალაქს და ბადებს განცდას, რომ ლეპტის მაგნა თითქოს უკვე დაკარგული წარსულის ექოა. ჰატრა ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე ერთ დროს ძლიერი პართიული კულტურის ცენტრი იყო. მისი ქალაქის კედლები იმდენად მტკიცე იყო, რომ რომაელებმაც ვერ მოახერხეს მათი დაძლევა. სამწუხაროდ 2015 წელს ექსტრემისტებმა მრავალი ისტორიული ნაგებობა და ძეგლი გაანადგურეს. დღევანდელი ტერიტორია კვლავ დაცულია სამხედროებისა და არქეოლოგების მიერ, თუმცა შესვლა ძალიან სახიფათოა. ბევრი ძეგლი სამუდამოდ დაიკარგა, რაც ჰატრას ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის. ჰარაპას ცივილიზაცია, რომელიც დაახლოებით 2400 წლის წინ არსებობდა ინდოეთსა და პაკისტანში, უკვე იყენებდა სრულიად სტანდარტულ საზომებს მშენებლობისთვის. ეს საზომები მზადდებოდა სპილოს ცვლისგან. მაღალ სიზუსტეს უზრუნველყოფდა და საშუალებას აძლევდა ქუჩების, შენობების და წყალმომარაგების სისტემების იდეალურად ზუსტ განლაგებას. გამოჩენილი დეტალებით ეს ქალაქები თავიანთი სიზუსტით თანამედროვე ინჟინერიას მოგვაგონებს. ქუჩები გლუვი და სწორი, წყლის სისტემები კი ეფექტური. ჰარაპას სისტემა ჩვენ გვაჩვენებს, რომ უძველესი ინჟინერები უკვე ფლობდნენ ცოდნას, რომელიც ბევრს დღესაც აღარ ფრთოვანებს, მათ შორის მეც. პაკისტანში აღმოჩენილ სამარხებში აღმოჩნდა კბილები, რომელზეც ზუსტად არის ხვრელები გაბორგული. ეს კბილები დაახლოებით 7000 წლის წინანდელია, ხოლო ეს ხვრელები საოცარი სიზუსტით არის შესრულებული. აღნიშნული აღმოჩენა ადასტურებს, რომ ადამიანები უძველესი დროიდან ფლობდნენ სტომატოლოგიის ძირითად ცოდნას. ხოლო დეტალური კვლევები აჩვენებს, რომ ისინი კბილებს მიზანმიმართულად და მეთოდურად მკურნალობდნენ. ეს რომაული ჭიქა ცნობილი როგორც ლიკურგოსის თასი უნიკალურია იმით, რომ ფერს იცვლის მწვანედან წითელზე. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ანათებს მას სინათლე. თასში ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნაწილაკები ნანო მასშტაბის სიზუსტით იყო განლაგებული, რაც ფერის შეცვლის ეფექტს ქმნიდა. დღეს უკვე ვიცით, რომ ეს თასი ოქროსა და ვერცხლის ნაწილაკების ჭკვიანური გამოყენებით იქმნებოდა. ფაქტობრივად უძველესი ნანოტექნოლოგიაა. ეს გვაჩვენებს, რომ რომაელები დიდი ხნის წინ ფლობდნენ იმ ცოდნას, რაც დღეს მეცნიერებს აღარ ფრთოვანებს. ნანოტექნოლოგიას გულისხმობ. თურქეთში ეს მღვიმე მომაკვდინებელ CO2-ს გამოყოფს და ფრინველები იქ ჰაერში იღუპებიან. რომაელები მიიჩნევდნენ, რომ ეს მღვიმე იყო ქვესკნელის კარიბჭე, საიდანაც გადიოდა გზა სიცოცხლის სამყაროდან სიკვდილის სამყაროში. დღეს მღვიმე კონტროლდება და შესვლა მკაცრად შეზღუდულია, რადგან ჰაერის ტოქსიკური დონე ადამიანისთვისაც ძალიან სახიფათოა. მეცნიერებიც კი მღვიმეს დღესაც გარკვეული დისტანციიდან შეისწავლიან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ირანში აღმოჩენილ ამ თასზე თხა არის გამოსახული რამდენიმე თანმიმდევრულ სცენაში, ისე რომ თასის დატრიალებისას მოძრაობა ცოცხლდება და თხა თითქოს ხტება. ეს ნამუშევარი არის ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 5000 წლის წინ შექმნილი, რაც მას აძლევს სტატუსს პირველი ანიმაციის მაგალითად ისტორიაში. თასი აერთიანებს ხელოვნებასა და მეცნიერებას, რადგან მხატვრული სიზუსტე და მოძრაობის ლოგიკა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. ეს გვაჩვენებს, რომ უძველესი ადამიანები ფლობდნენ ცოდნას ვიზუალური ეფექტის შექმნაში, რაც დღევანდელი ანიმაციის წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს.
132 წელს ჩინელმა მეცნიერმა ჟან ჰენგმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც მიწისძვრის მიმართულებასა და ინტენსივობას აჩვენებდა. მან წარმოადგინა უნიკალური სისტემა ბირთვი დრაკონის პირში, ხოლო მიწისძვრის დროს ბურთი სწორი მიმართულებით ვარდებოდა ცხოველის პირში. აქედან გამომდინარე იგებდნენ თუ რომელი მიმართულებით მოხდა მიწისძვრა. ეს მოწყობილობა მოქმედებდა ასეულობით კილომეტრზე მოშორებულ მიწისძვრებზე და ამ ყველაფერს საოცარი სიზუსტით ასახავდა. სეიმოსკოპი გვიჩვენებს, რომ ძველი ჩინელი მეცნიერები უკვე ფლობდნენ მიწისძვრების წინასწარმეტყველების პრინციპებს, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშეც კი. ეს არის ნამდვილი მტკიცებულება იმის, რომ მეცნიერები და ინჟინერია უძველესი ცივილიზაციებიდან იწყება. პარიზის ქვეშ მდებარეობს უზარმაზარი გვირაბების ქსელი, რომელიც რამდენიმე კილომეტრს მოიცავს და მილიონობით ადამიანის ცვალია განლაგებული. პარიზის კატაკომბებში შესვლა აკრძალულია რამდენიმე მიზეზით. პირველი, უსაფრთხოება. გვირაბები საკმაოდ რთულად არის აგებული, ზოგი ნაწილი სტრუქტურულად არამდგრადია და შეიძლება დაინგრეს. მეორე, ეს არის ჯანმრთელობის რისკი. მღვიმეებში შაერის ნაკადი, სოკოები და სხვა მიკრობები შეიძლება საფრთხის შემქმნელი იყოს ადამიანისთვის. მესამე, ეს არის თვითონ ადამიანის ცვლები. იქ მილიონობით ადამიანის ცვალია თავმოყრილი, რომლებიც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენენ. შეხებამაც კი შეიძლება ისინი დააზიანოს. და ბოლოს, არალეგალური შესვლის შეზღუდვა. კანონი კრძალავს არასანქცირებულ შესვლას, რათა დაიცვან როგორც ხალხის უსაფრთხოება, ისე კატაკომბებში არსებული არტიფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ არალეგალური შესვლა კანონით დასჯადია, დღემდე ის მაინც მრავალი ტურისტის ინტერესის სფეროს წარმოადგენს და რა თქმა უნდა იპარებიან კიდეც. კუგორიოს სამარხები მდებარეობს ჩრდილოეთ კორეაში და მიიჩნევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად. თუმცა ინფორმაციას მათ შესახებ შეზღუდვა ადევს, მხოლოდ ადგილობრივი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მცირე ნაწილს შეუძლია გამოკვლევა. მსოფლიომ თითქმის არაფერი იცის იმ საიდუმლოებებისა და ფასეულობის შესახებ, რაც სამარხებში ინახება. კუგორიოს სამარხები არის ხიდი წარსულსა და თანამედროვე სამყაროს შორის, რომლის სრულად აღმოჩენა დღემდე შეუძლებელია. ალბათ ხვდებით რატომაც. ზოგიერთი მექსიკური პირამიდა უკვე სერიოზულ საფრთხეშია და ერთი ნაბიჯიც კი შესაძლოა მათი სტრუქტურისთვის ფატალური აღმოჩნდეს. ამიტომ ტურისტებსა და არქეოლოგებსაც კი შეუზღუდეს წვდომა, რადგან პირამიდები არ დაზიანდეს. ძეგლები ნელ-ნელა ინგრევა, ქარი, წვიმა და ბუნებრივი ფაქტორები დროთა განმავლობაში უდიდეს ზიანს აყენებს პირამიდებს. მეცნიერები ცდილობენ შეინარჩუნონ ეს უძველესი ნაგებობები, თუმცა გამოწვევა დიდია და რთულად მიღწევადიც კი. ეს ყველაფერი კი გვახსენებს, რომ ისტორიის შენარჩუნება ჩვენზეა დამოკიდებული და თუ არ ვიზუნებთ სამწუხაროდ წარსული შესაძლოა ნელ-ნელა გაქრეს. ვატიკანის დახურული არქივები ინახავს 1000-სლოვანი დოკუმენტების უზარმაზარ კოლექციას, სადაც დაცულია ისტორიული ხელნაწერები, წერილები და მნიშვნელოვანი ჩანაწერები. მათი გაცნობა მხოლოდ შესაძლებელია სპეციალური ნებართვის მქონე მკვლევარებისთვის, რაც არქივის ექსკლუზიურობას უფრო ზრდის. მარტივად რომ ვთქვათ, დახურულია, რადგან იქ შენახული საიდუმლოებები ისტორიული მასალების უსაფრთხოების კონფიდენციალურობა და დაცვითი მიზეზების გამო გახლავთ შეზღუდული. ბევრი ისტორიკოსი მკვლევარი ვარაუდობს, რომ აქ შოკის მომგვრელი საიდუმლო მასალებია დამალული. არქივების დიდი ნაწილი დღემდე გაუხსნელია, რაც კიდევ უფრო ზრდის ინტერესს ამ საიდუმლოებების შესახებ. ეგვიპტეში რამდენიმე გაუხსნელი ფარაონის აკლდამა, რადგან აკლდამებში შენახული არტიფაქტები იმდენად მგრძნობიარეა, რომ ჰაერის ტენიანობა ან უბრალოდ შეხებამაც კი შეიძლება წამებში გაანადგუროს იგი. მეცნიერები და არქეოლოგები დღემდე ეძებენ ინოვაციურ მეთოდებს, რათა აკლდამა უსაფრთხოდ გახსნან და არტიფაქტები შეისწავლონ. ეს ყველაფერი კი გვიჩვენებს, რომ ისტორიის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ შეუფასებელი და შეუსწავლელია, ხოლო მისი საიდუმლოებების სრულად დამოხსნა მხოლოდ მომავლის ტექნოლოგიით არის შესაძლებელი. თუ ამ სიიდან რომელიმე ადგილის შესახებ უკვე გსმენიათ, ან განსაკუთრებულად მოგეწონათ რომელიმე აღმოჩენა, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა, რომ არ გამოგჩეთ ახალი ვიდეოები, რომელსაც კვირაში ერთხელ დავდებ. ყოველ შემთხვევაში ვეცდები მაინც. აბა დროებით.